ტუბერული ანესთეზიის დროს ეხლა ერთი რამე ვიცოდეთ, სანამ ტექნიკაზე გადავალ. აი ეს ზედა უკანა ალვეოლური ხვრელი, ეს რა ქედია? ეს რა ძვალია? ეს ძვალი? ორი ძვალი რო ერთდება რა ქვია? ყრიმალ ალვეოლური ქედი. რომელ კბილთან არის? პირველი მოვა. აი თითით თქვენ რომ შეიღოთ ცოტა რომ გადაწიოთ ისა ლოყა მაგრად იქ მაგარის ქედი როა შეიცნო. ეხა ბავშვებო დადგენილია რომ ყრიმალ ალვეოლის ქედიდან ეს ზედა უკანა ალვეოლური ხვრელი არის დაახლოებით 2.5 სანტიმეტრზე. ხვდებით? ეს უკვე განსაზღვრული. ანუ ეს ვიცით. 2.5 სანტიმეტრ ინსულინის შპრიცით არ კეთდება გამტარი ანესთეზია არც. აი ახლა ქვედაყბაზე ისიც კი პატარაა ჩემთვის. თუ არასდროს ნემსი არ უნდა შეიყო, ნუ გახსოვთ გასწავლეთ, სადაც კანულას უერთდება ნემსი. ამხელა რომ დამრჩეს არ მინდა. ესე იგი, ეს მანძილი გავიგე 2.5 სანტიმეტრი. ეხლა გადავიდეთ ჩატარების ტექნიკაზე. პაციენტს პირიმ ტუბერულის დროს უნდა ქონდეს სუბუქად გაღებული, ანუ ამას ვიძახით ნახევრად ღიას, არ უნდა ძალიან დიდზე, ნახევრად ღია. მარცხენა ხელის თქვა საჩვენებელი თითით გადავწიე, რა გადავწიო აქ? ტუჩი რა თმინდა კაცო? ლოყა. ტუჩი რო გადავწიო რა მოლაშო ხედა? ლოყა. ლოყა. ლოყა როგორ ტუჩი სულ მჭირდება. დაგსვი ახლა და გადაგიწივე. ტუჩი რატო უნდა მოგიდო? ნახე ლოყა ქვია ამას, შენ ანატომია თუ არ იცით, ესაა ტუჩები. ტუჩი ცენტრალურზე, გვერდით წეშზე, პრემოლარებზე და ამას უკვე ლოყა ქვია. პრემოლარზე, მოლარზე წევ ლოყას. დროზე. გვარი მითხარი თქვენი. შენი ღე დრო. ამ ჯგუფში ხარ თუ ამ საგახ ეხა რატო წევ სუბუქად ლოყას თქვენი აზრით რატო არ გადავქაჩენ რა მჭირდება გარდამავალი ნაოჭი მჭირდება თუ გადაქაჩე ხო იცით ინფილტრაციას გასწავლეთ ხო და ეხა ნახეთ მოდი ამასაც ავიღეთ და მე ამაზე მიმართულება ვნახოთ ზედა ესე იგი გადავწიე სუბუქად ლოყა და ნახეთ ჩხლეტა კეთდება ნახეთ კეთდება ჩხლეტა ეს რომელი კბილია პირველი მოლარი ეს რომელი კიდია ორი კიდი აქვს ეს რომელი კიდია ხო წინა ეს უკანა ნახეთ სადღა კეთილ ჩხლეტას ჩხლეტა კეთდება პირველი მოლარის რომელი კიდია უკანა კიდის საპროექციო სადო ჩხლეტე გარდამავალ ნაოჭი ნახეთ როგორ მიჭირავს შპრიცი ესე კი არ მიჭირავს აი უკანა კიდეს აუყევი უკანა კიდის საპროექციო სად გარდამავალ ნაოჭი იმიტომ რომ დახრილობა ნემსის უნდა იყოს 45 გრადუსი თქვენ ეხლა ანესთეზიის დროს იქ აღარ დაგჭირდება ტრანსპორტირი რო აიღო და იმ დროს უკვე დადგენილია შენ რომ საპროექციოდ აიღებ ანუ ორიენტირად რას უკანა კიდეს აყვები და მას აი მის ლორწო გარდამავალ და ოჩეს უკვე ბავშვებო 45 დახრილი ანუ შესწავლილია ეს უკვე მოკუთხე სამკუთხედი შეიქმნა ანუ რამდენით უნდა იყოს 45 გრადუსით წინა კიდესთან თუ აიღებ ეს არ იქნება 45 გრადუსით დახრილი ეხლა ყველა რეგიონული ანესთეზიის დროს ჩხლეტის შემდეგ ნემსი უნდა დაეცეს ძვალს ანუ შეეხოს ძვალს ინფილტრაციული ხორბილქსოვი ანუ ძვალს უნდა თითით ხეთში იქცნო რომ ნემსი მოხდა სად ძვალს და ყველა ანესთეზია უბრალოდ დაგანახებთ ანესთეზია რეგიონული მიდის ნახეთ ძვალზე რა ქვია მას იცით ცოცვა კი ახურიტავ ესე იგი ანუ ძვალს მიყვება ეხა დავიწყე ხო უჩხლიტე პირველი მოლარის უკანა კიდის საპროექციო დრაში გარდამავალ ნაოჭი ანუ ეს რა ადგილია ზეღა რატო კითხეთ რა ქედია ქედი კი ბატონო თქვენ თითით რო გადაძებთ ლოყას მოსინჯეთ ის ყრმალალვეულის ქედი და ხო მის უკან კეთდება ჩხლიტე ანუ ვუჩხლიტე მუხტირაზე ძვალზე ეხა უბრალოდ დაგანახოთ და ეხა მივდივარ რაღაც მიმართულება მინდა სად უნდა მივიდე აქ ხო ბორცზე აქ არის ხვრელი მე რო გამოდის ეხა თქვენ მითხარით მე რა მიმართულებით წავა ჯერ შპრიცი როგორ მიჭირავს 45 აი გავიგე ხო შემიცდი ასე
ზევიდან მე როგორ მიჭირა აი მიზის პაციენტი ნახე მიჭირავს ქვევიდან არა არის ანესთეზია რო ესე გაუკეთებ თუ საჭიროა რომელიმე ანესთეზიას თუ სჭირდება ესე ზევიდან ქვევით ჩავა თქვა ქვედამაზე ამ შემთხვევაში მითხარით ქვევიდან როგორ ზევი ეხლა ნახეთ საით წავალ თუ მივხვდებით მივყვებით ზვალს ნახე აი ესე საით მივდივარ ზედაყვის ბორცვისკენ არა მიმართულება მინდა თუ ეგ საბოლოო ადგილია ნახე ესე იგი ქვევიდან ზევით მერე საით ავაროში ახუნგობ საით მივდივარ აქეთ მოვდივარ არა აქეთ რო წამოვიდე რას მეტყოდით აქეთ რას მეტყოდით უკანა მხარეს უკანა ანუ ქვევიდან ზევით მერე მივდივარ საითში რო უკანა მხარეს და ნახეთ ეხლა აი მარტო უკან რო წავიდე ნახეთ ნემსის სანტიმეტრის თქვენს ნახავთ ნახე შეხედე მივიდა ბორცვზე არ მივიდა ანუ უკან და ამიტომ ნახეთ ქვევიდან ზევით უკან და ნახე რა გავახსენე შიგნით უკან და შიგნით იმიტომ რომ თქვენ თითით ერთვენი ერთხელ სუფთა რო გექნებათ სახში სტომატოლოგები ხართ და ნახეთ არ დაგეზაროთ წაყევით ამ ალვეოლურ მორიცნაროჭება წაყევით ზვალს წაყევით და ბოლოს ეს ბორცვი როგორ არის თითქოს ცოტა რაშვება ვარდე. ხვეულივითაა მიხვდით ამიტომ მიმართულება არის ქვევიდან ზევით უკან და შიგნით ანუ ასე მიდის ეს ნახე აი ესე თუ წავედი უკან აჰა წავიდა თითი მაგრამ აი ესე და აი მეხვია ცოტა გასაგებია შევედი რამდენ სანტიმეტრზე შევედი რა გითხარით აქ 2 სამი იცი რამ ხელა ნახევარ სანტიმეტრი აგერ სადღაც ზედაყვის უკანა კედელზე გახვალ ნახევარი სანტიმეტრი კი ეს სუსტია ანესთეზია სუსტი უნდა იმიტომ რომ ამოვენ არ დამიდგა ანესთეზია ანუ ზევით უკან და შიგნით შევედი 2 ნახევარ სანტიმეტრზე დავღვარე ბავშვებო 2 ნახევარი მილილიტრი ოღონდ ყველა ანესთეზიის დროს ამ რეგიონულებზე როგორც კი უჩხვრით ცოტ-ცოტას 0.02 რავშვები იცით ზვალზე მივცოცავ ისე რომ თანდათან გზადაგზავ ღური მოცოცვის დროს როგორით კი აუცილებლად ღური რომ მივედი აქ საბოლოო წერტილში დავღვარე 2 ნახევარი შპრიცში 3 მილilitrამდე მაინც უნდა იყო იმიტომ რომ 2 ნახევარი თუ გინდა რომ აქ დაღვარო მანამდე ცოტ-ცოტა ხო გჭირდება ეგ უნდა წინასწარ გათვალო მე თუ ერთი რო კონდეს აღებული ყურაში შემაგაც ზედმეტის რო იყო ეს არ იქნება პრობლემა ანუ დაახლოებით 2 ნახევარზე ცოტა მეტი უნდა კონდეს ეხლა ერთი პრინციპია რატო უხრეთ ნელ-ნელა ყველა ანესთეზიის დროს ცვალზე როგორცოცავთ რეგიონულის დროს იცით სოვილები მექანიკურად შეიძლება დაზიანდეს და ტკივილი იცის და თავარი არ დაზიანდეს სისხლძარღვები და ნერვები სისხლძარღვები თუ დაზიანდა იქნება მერე ბავშვებო რა ჰემა მეუბნებო კაპილარულ სისხლძარღვები ჰემატომები ნერვები თუ დაზიანდა ნევრიტები წავა ტკივილი იცის და დაბუჟება და ასე შემდეგ გასაგებია ხო მაგიტო ვღურით ყველა ზედა ქვედა მნიშვნელობა არ შეიძლება მშრალი ანესთეზია მშრალი ქვია აჰა მივედი და იქ დავღვარი ანუ აქ ნუ ჰემატომები გაჩნდებოდა სახიფათოა ეხლა ეს რო გავაკეთე ველოდები 7-დან 12 წუთამდე 5 წუთი არ იქნება დაახლოებით 7-12 წუთი და ბოლოს რა უნდა ვთქვათ გაუტკივარების ზონა რა გაუტკივარდა ზონა ქვია რა გაუტკივარდა ტუბერულის დროს ტუბერკულოზის გაუტკივარდება ზედა უკანა კბილებზე ზეხით არ ვიცი რა გაუტკივარდა ჩამოთვალეთ რომელი ნერვი გათიშეთ ზედა უკანა ალვეოლური ნერვი შესაბამისად გაითიშება მოლარები და პრემოლარები მოლარები გაითიშა ეს პრემოლარები ეს ლორწოვანი კიდე საკუთრივ კიდე მოვჭი გამისხებ ეს გაითიშა რომელი მხრიდან გაითიშა ვესტიბულური მხრიდან პრემოლარებს რატო პრემოლარები ითიშება პრემოლარებს შუათ თიშებზე მე მიშვა გავთიშე მე გავიგეთ ეს გაუტკივარების ზონა ამიტომ მინდა ის სამწვერანი რომ კარგად გწოდნოდათ ხო ესე იგი სხვათა შორის არ გითხარით მაგრამ ყველა რეგიონული ანესთეზია ბავშვებო არსებობს ის შიგნითა მეთოდი და რო გააკეთო პირგარეთა მეთოდი მაგრამ თითქმის რამოდენიმე ანესთეზიის გარდა ყველას ვაკეთებთ პირშიგნითათი ხა რატო
შენ არავინ არ აგიგზავნავს, სულ რო პირგარეთად იმუშაო. მაგრამ ზოგადად რო იცოდეთ, პირშიგნითა მიდგომა ისეთი ტექნიკაა, რომ უფრო ადვილია იმ ხრელებში მოხვედრა, ვიდრე პირგარეთა მიდგომით რო გააკეთო. მივხვდით, რომ შენ თუ გნება მთელი ცხოვრება პირგარეთად აკეთე, აი მაგალითად ტუბერული. გეტყვით პირგარეთა როგორ უნდა გააკეთოთ. ნახეთ? გარედან უნდა მოვსინჯო, ან შიგნიდანაც მოვსინჯო. მერე გარედან რა ქედი? აი ეს პირველ მოლართან ყრიმალალვეულის ეს რა ძვალია? აქ მოვსინჯე. მოდი აი თქვა და ესე მოგისინჯე ყრიმალის ძვალი. ოღონდ უნდა მოვსინჯო ეს არის ზედა კიდე ეს? ქვედა კიდე. ნახე ეს ქედი და რა ადგილი მინდა იცი ეს ყრიმალალვეულის ქედი და ყრიმალის ძვლის რომელი კიდე? ქვედა კიდის საზღვარი. ნახეთ აი ეს საზღვარი მაინტერესებს. მოვსინჯე აი ესე. ქვედა კიდე ხა დავაფიქსირე, ხო ვიცი ყრიმალალვეული. აი ეს წერტილი დავიჭირე და ნახე კანის მხრიდან ჩხლეტავ. ოღონდ ნემსისვერმა უნდა გაჩხლეტოს ყველა რბილი ქსოვილი და რას უნდა მოხდეს? ძვალს. ზუსტად იგივე მიმართულებით ოღონდ ესე გარედან მივდივარ საით? ზევით. ძვალს მივყვები. შიგნით ძვალზე ვარ. მივდივარ ზევით უკან და შიგნით. კი ბატონო, შეიძლება ესე აკეთო. მაგრამ უფრო ტექნიკურად მარტივია პირშიგნით, ამიტომ უმეტესობა არა, საორიენტაციო წერტილიც უკეთესია. ტექნიკურად უფრო მარტივია რომ უყურებდე და ორიენტაცია სწორად. საორიენტაციო წერტილი უკეთესია. ორიენტაციას სწორად აიღებ. ვიდრე, მაგრამ თუ გინდა პირგარეთად გააკეთებ. ამასაც 7-12 წუთი უნდა და იგივე უბანი რა გაუტყივარდება. ეხლა მოდი ერთი წუთით. მოდი ესეთი დავთ და მაინტერესებს. დადე ეგეთი წუთით ტუბერულზე ვკითხულობ ისე არ გინდა. მაგას თუ გინდა შემოჩერდეთ. დააპაუზო. კიდე ნემსხენი. ესე ვერ გაიჭერე. ამის ძილას დაწული გაგიმეთო. ეხლა რა მინდა? ჯერ არ მინდა ისე მოდი არ დაჭიმო თითი. აი ეს რა ყრმალალვეულის კედი. აი აქედან წადი დააჭირე ცოტა ძვას და მიმართულება რო არ დაიზები რო ანუ მიდიხარ ზევით მერე უკან და შიგნით რომ მიხვდე რომ შიგნით. ეხლა წადი მარტო ზევით და უკან. მიდი ზევით და უკან. წად არ შეუხვი. ესე წავალ. ანუ შიგნით აუცილებელი არის ტუბერულის დროს წახვიდე ზევით უკან და შიგნით რომ მოხდე. ეხლა ნიმსით რო იგრძნო იცი რა გააკეთე? ეს რო იგრძნო და არ იყო დაზებირებული. ესე დავადე ფამცებში. შენ ისე დაადე. ნუ ძვალს არ აცდეს ახლა. ზევთსორავს ნიმს. და აი ესე მერე წადი. აი ნიმსით რო მიხვდე. ნახე, უკან წავედი. აჰა, ბურთზე ვარ? არა. ანუ წავედი ქვევი და ზევით მერე მივდივარ უკან და ნახე თვითონ ნიმსი აი შიგნით ვარ შეხვედი ბურთზე ვერ მოხდები. ბურთზე რომელია? აი ეს. ეს უკანა კედელია ზედაპირ საკარგია. მიდი, ნუ კარგად გამოვღავო რა. ესე მივდივარ და მე ზევით უკან გაიმეორე მიმართულებით. ზევით უკან და შიგნით. მიდი, ზევით უკან და შიგნით. ყველა მოსინჯეთ ეს. ამას ვერ დაიზებირებ, მიმართულებებს ვერ დაიზებირებ. შეიძლება მანძილი დაიზებირო